სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახელმწიფო სახლს უყიდის. Აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლის შესარჩევად 6 თვიანი ვადა ეძლევათ. საცხოვრებლისთვის თანხა კი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. დამოჩი გვადეაგი ამბობთ. როცა ქვია შენი. საკუთარი სახლის მოლოდინში აფხაზეთიდან დევნილი ჯალაღონიების 4 სულიანი ოჯახი წლების განმავლობაში ამორტიზებულ მიტოვებულ ხის სახლში ცხოვრობდა. რეალობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დევნილი ოჯახი სამინისტროს პროგრამაში ჩაერთო. დავწერეთ განცხადება, დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, სურვილი და შევძელით შეძენა ამ სახლის. სულ სხვა შეგრძნება, როდესაც გაქვს საკუთარი ჭერი, საკუთარი სახლი, ცხოვრობ შენთვის, იცი რომ ყველაფერი შენია და რაღაცას სხვა სტიმულია. ჯანო თოლორდაომ საკუთარი სახლის კარი რამდენიმე თვის წინ შეაყო. წლების განმავლობაში ქირით ცხოვრების შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. სახლი თავად შეარჩია სააგენტოს მიმართად და ახლა უკვე იქ მშობლებთან, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს. ქირით ცხოვრობდი ქუთაისში დიდი ხნის განმავლობაში და გადავწყვიტე რომ შეგვეძინა ჩვენი საკუთარი სახლი. ოჯახთან ერთად ცხოვრობ, მეუღლე, დედა და 2 შვილი მყავს. თოლორდავების და ჯალაღონიების მსგავსად სოფლად სახლის სახელმწიფო პროგრამა ამჯერად იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს შეუსყიდის სახლს. პროგრამამ, რომელიც 2014 წლიდან ამოქმედდა, ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდში სახელმწიფომ სახლით 13,000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 2,300 მხოლოდ წელს. წელს მაქსიმუმზე ვართ ასულები ამ მიმართულებით 2300 ოჯახს უკვე გაუფორმდა და გადაეცა სახლი სოფლად. მიზანთან დაგვაახლოვებს ჩვენ რომ ყოველ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ბინა თუ სახლი და ამ მიმართულებით იცით რომ უმრავი პროექტი ამოქმედებულია, საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მორიგი ეტაპი დაასრულა სააგენტომ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში დევნილების საკითხების განხილვის. დღეს გამოქვეყნდა სია იმ 300 დევნილი ოჯახის, რომელსაც შეუსყიდით ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ სახლებს. ეს საცხოვრებელი სახლები უნდა მოიძიონ დევნილმა ოჯახმა და წარმოადგინონ სააგენტოში და წარმოადგენის შემდეგ სააგენტო იმ ფასის ლიმიტის ფარგლებში, რაც განსაზღვრულია ამ ოჯახებზე კომისიის მიერ, მოახდენს შესყიდვას და ეს საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდება ჩვენი დევნილი ოჯახების ყველა წევრის კერძო საკუთრებაში. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის პრიორიტეტია. ეს პოლიტიკა მრავალი წლის განმავლობაში მსხვილი პროექტებით დადასტურდა. 2012 წლიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი 39,000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. პარალელურად გრძელდება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დევნილი ოჯახებისთვის ქვეყნის 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში.